დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო იმ სიტყვისთვის, რასაც ჩემს მიმართ იმეტებთ. თქვენთან მოვედი ახლა საჯარო გაშლით, რაც ამოვა ქვემოდან, აი იმის და მიხედვით გავაკეთებ საჯარო გაშლას. სიყვარული გაგება, აი ინტუიცია, მოდი ახლა გავარკვიოთ რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და გავაკეთოთ ახლა ესეთი საჯარო გაშლა. აი რას გეუბნებათ თქვენი გული? აი რა არის გულის კარნახი? აი რა უნდა გაუგოთ თქვენ გულს? ზოგადად აი მეგობრებო, ვინც როგორ აღიქვამთ. ახლა ამასთან დაკავშირებით რა აზრსაც და შინაარსაც მოგვაწოდებს ჩემი ლამაზი დასტა. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა ვინ ხართ თქვენ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ახლა ძალიან ბევრი გაუგებრობა ცხოვრებაში და კოშკი, ნგრევებში ხართ მეგობრებო. ანუ ეს რას ნიშნავს? ამ ყველაფრის დასასრული, ამ ყველა გაუგებრობის უკვე ბოლო მეგობრებო პიკია და თქვენ გელოდებათ აი უკვე დასვენება, სადღაც წასვლა, მშვიდობა, რაღაც ახალის წამოწყება, აი წახალისება, თქვენი შრომის შედეგი ახლოვდება ჩემო ძვირფასებო და ეს თუ კი ეხება ფინანსებსაც. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ? სამკუთხედებზე გამარჯვება გელოდებათ, თქვენ ყველაფერი მოჭერით, ჩემო ძვირფასებო, გაანადგურეთ, გაუშვით, ან უშვებთ უკვე, გამოდიხართ ამ მიჯაჭულობიდან, თქვენ ამაზე ძალიან ბევრი იფიქრეთ და იმუშავეთ ამაზე, ჩემო ძვირფასებო და ამ ყველაფერმა მოგცათ თქვენ იმის ძალა, ანუ განდეგილის ყოფნამ მოგცათ თქვენ იმის ძალა, რომ ამ ყველაფრიდან და რთული სიტუაციიდან გამოსულიყავით. გესწავლათ საკუთარი თავის სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა დაგემსახურებინათ საკუთარ თავთან მეგობრებო და მოკლედ გამოდიხართ ამ კრიზისიდან და გადადიხართ სიახლეებში და თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემო ძვირფასებო ეს ძალიან აი რის ფასად დამიჯდაო რო იტყვიან, ზუსტად ასეა ჩემო ძვირფასებო, ეს თქვენთვის ძალიან რთული იყო ამ სიტუაციაზე მუშაობა და ამ სიტუაციიდან წასვლა, გასვლა და დამთავრება ამ ყველაფრის ძალიან რთული იყო თქვენთვის. ბევრ თქვენთაგანთან ეხლაც ამ რთულ გზას გადიხართ, ასე რომ გადიხართ ჩემო ძვირფასებო ამ ყველაფრიდან, გადიხართ აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით. კარგით, ეხლა ვნახოთ ინტუიცია, აი რას გკარნახობთ ინტუიცია და რა გიკარნახათ ზოგადად ინტუიციამ, ჩემო ძვირფასებო და რა დასკვნა გამოიტანეთ ამ ყველაფრიდან. მოდი ასე დავარქმევ ამ ყველაფერს. ინტუიცია და დასკვნა იმ თქვენი ცხოვრებიდან და დასკვნა იმიდან თუ რა ხდება ზოგადად. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ თქვენ გკარნახობდათ თქვენი გული, რომ თქვენ ეს გზა უნდა გაგევლოთ, თქვენ ეს ყველაფერი უნდა განგეცადათ, მოდი ასე ვიტყვი. თქვენ ხართ ძალიან მომხიბვლელები, ძალიან სიმპათიურები, ძალიან გაწონასწორებული ადამიანები მიყურებთ, ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ სხვის მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას და სითბოს, ადამიანს, რომელსაც აქვს წარსულში ბევრი ტკბილი მოგონება, რომელიც ეხლა გაწვევათ ხოლმე ხანდახან, თუმცა სიახლეებისკენ მიდიხართ ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი პაუზებია თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ეს გიკარნახათ გულმა და ინტუიციამ. თქვენ უკვე გაიგეთ, რომ ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ ჩემო ძვირფასებო და გულის კარნახს მიენდეთ. აი ესე დავარქმევ ჩემს დღევანდელ საჯარო გაშლას, გულის კარნახი და ტრანსფორმაცია ჩემო მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ტრანსფორმაცია ურთიერთობაში, ტრანსფორმაცია ცხოვრებაში, ტრანსფორმაცია და კიდევ ყველაფრის მოჭრა, გადაჭრა, დამთავრება სამკუთხედების, წასვლა ამ სიტუაციიდან, ჩემო ძვირფასებო, ამ რთული სიტუაციიდან გასვლა და გამარჯვება ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი თქვენ მოულოდნელად გადაწყვიტეთ სიახლეების დაწყებაც მოულოდნელად, სად დავალაგო ეს კარტები და სტაბილურობაში შესვლა გადაწყვიტეთ მეგობრებო. თქვენ გინდოდათ რომ ეს ყველაფერი ესე მოგეჭრათ, გაგეჭრათ, გადაგეჭრათ, დაგემთავრებიათ, ნგრევები მოგეწყოთ ყველაფრისთვის ის, რაც თქვენ ცხოვრებაში აღარ მუშაობს და ამ ყველაფრით თქვენ გადახვედით
გადახვედით სტაბილურობაში ჩემო ძვირფასებო და ეს იყო ძალიან რთული პერიოდი თქვენთვის ეს არ არის ადვილი ეს არის ჯოჯოხეთი რო იტყვიან ერთი სიტყვით ჩემო ძვირფასებო მაგრამ თქვენ ამ ყველაფერზე გაიმარჯვეთ აი ეს არის თქვენი ინტუიცია თქვენ იცოდით რომ ეს არ იქნებოდა ადვილი მაგრამ ეს რთული გზა თქვენ მაინც გაიარეთ ჩემო მეგობრებო კიდევ რას გვეტყვის მოდი ახლა ვკითხოთ ჩემს დასტას აი როგორი იქნება აი ეხლანდელი ინტუიცია რას გკარნახობთ აი დღეიდან ამ წუთიდან აი ამ წამიდან ამის შემდეგ თქვენი ინტუიცია რას გკარნახობთ როგორი იქნება ის და თქვენ თუ იცით რა არის ეს მოკლედ მოულოდნელი დამარცხება დატოვება უკეთესობისკენ წასვლა თუ კი თქვენ ცხოვრებაში იყო манипуляციები თქვენ ეს манипуляციები რაღაცნაირად ისწავლეთ და გინდათ რომ აი თქვენ და სასიკეთოდ გამოიყენოთ აი ფიქრობთ მეგობრებო რომ აი ეს манипуляციები ყველაფერი ეხლა თქვენ და სათავისოდ გამოიყენოთ ოღონდ კარგის მხრივ ვლაპარაკობთ და ვსაუბრობ კარგის მხრივ რაც მოგიტანთ სიმშვიდეს და თქვენ როგორ ხვდებით ამ ყველაფერს თქვენ აი ესეც ინტუიციური კარტია თქვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით რაც უნდა გააკეთოთ როგორც უნდა მოიქცეთ და ისიც იცით რას მოგიტანთ ეს თქვენი საქციელი რა შედეგს მოგცემთ ძალიანაც კარგი მეგობრებო ანუ კარგისკენ მიდიხართ მოდი ვკითხოთ ახლა კარგს. აი რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? აი დღეის შემდეგ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? ფინანსები, მუშაობა, შრომა, აი ფინანსები მეგობრებო. ფინანსებით დადგებით ძლიერად მყარად ფეხზე, რაც მოგცემთ ძალას, ფინანსები მოგიტანთ ძალიან დიდ სიძლიერეს, ჩემო მეგობრებო. ხვავი და ბარაკა. დანარჩენი ყველაფერი წერტილი, ამბობთ ასე. აი რაც გაინტერესებთ, ეხლა ეს არის. თუ კი ვინმე საბუთების პრობლემა გაქვთ, ეს გვარდება, ამას აგვარებთ. დანაკარგებს ტოვებთ წარსულში და ყველაფერ დანარჩენს უსვამთ წერტილს, ჩემო ძვირფასებო. გადართული ხართ და გადაერთვებით ფინანსებზე მხოლოდ. ფინანსური კეთილდღეობა, თქვენ უკვე სხვა არაფერი გაინტერესებთ. ძალიანაც კარგი. რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს და გვინდა ურთიერთობა, მაგრამ პირველ რიგში უკვე ბევრი თქვენთაგანი ფინანსებზე ხართ გადართული, იხედებით მომავალში და გინდათ რომ დააბალანსოთ თქვენი ცხოვრება. ძალიანაც კარგი. კიდევ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? ის შემოდის მეგობრებო, თუ კი ძალა გამოვლეულები იყავით აქამდე და ყველანაირი საარსებო წყარო დაკეტილი ქონდათ, ვინ ციხეში იყავით, ვის რაღაც პრობლემები ქონდათ, ვის ცხოვრება ქონდათ დაკეტილი მაგიებით თუ ისე არ აქვს მნიშვნელობა, აი ამ ყველაფრიდან გადადიხართ სულელის არკანში, მაპატიეთ ეს ამ ცუდი გამოთქმისთვის, მაგრამ ეს ამჯერად ძალიან კარგია და იღებთ თქვენი ცხოვრების პასუხისმგებლობას და სულ სხვანაირად შეხედავთ ამ ყველაფერს, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ცხოვრებას იღებთ საკუთარ ხელში და უძღვებით თქვენ ცხოვრებას თქვენ თვითონვე. კიდევ არანაირი სამკუთხედები, სრულდება სამკუთხედები და აი თქვენი რესურსები, თქვენ დგეხართ გადაწყვეტილების წინაშე, თქვენ გადაწყვიტეთ რომ აირჩიოთ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო. წასვლა თუ გინდოდათ, წახვედით თქვენ ყველაფრიდან, ყველასგან შორს და მოიქეცით სამართლიანად. სამართლიანად დატოვეთ ურთიერთობა, სამართლიანად გაუყევით გზას და სამართლიანობისკენ მიდიხართ, ჩემო ძვირფასებო, სამართლიანობის აღსადგენად. აი ესეთია თქვენი ცხოვრება დღესდღეობით. აი ამისთვის იბრძვით თქვენ უკვე. და სამართლიანი ურთიერთობა. აი რა გავაკეთო, როგორ მიყვარს ეს დასტა. თქვენი ინტუიცია გკარნახობდათ და გკარნახობთ რომ თქვენ ეს ყველაფერი მიგიყვანთ აი ესეთ სამართლიან ურთიერთობასთან. ადამიანი ეხლა სხვანაირად გეტყვით. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი სამართლიანად, კანონიერად, რომელთანაც გექნებათ ხვავიც და ბარაკაც, რომელიც იქნება თქვენი მთელი საარსებო წყარო, თქვენი ბედნიერება და ეს იქნება თქვენი საკუთრება ადამიანი, ეს არის თქვენი ოცნება. ძალიან ბევრი მინდა ვილაპარაკო ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ეს არის საუცხოო გაშლა და მინდა ყველაფერი ეს გისურვოთ გულით, რადგან თქვენ გელოდებათ ძალიან გულწრფელი სიყვარული და ეს ყველაფერი სამართლიანად, სამყაროდან საჩუქრად, ჩემო ძვირფასებო. მე კი გელოდებით კომენტარებში და უღრმესი მადლობა ყველას თითოეული კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის, გამოწერისთვის და გელოდებით კომენტარებში ბედნიერი და წარმატებული დღე თქვენ გაიხარეთ.